კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, რა თქმა უნდა ტრადიციისამებრ ძალიან დიდი მადლიერებით, პატივისცემით და სიყვარულით თითოეულ თქვენთაგანს განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ჩემი არხის გამომწერებს. ძალიან მნიშვნელოვანია არხისთვის თითოეული გამომწერი არხის განვითარებისთვის და რა ვიცი მე მიხარია თითოეული მომატებული ციფრი ხო იმ გამოწერების რაოდენობაში, ასე რომ რა ვიცი თუ მიყურებთ, თანხას არიხდით, არავინ არაფერს არ გთხოვთ, ლაიქსა და კომენტარსაც არ სვამთ, ხო და იმ გამოწერას მე მგონი წინ არაფერი უდგა, რომ ამითი მაინც ის ენერგო გაცვლა რაღაცნაირად დააფიქსიროთ. კარგით, მოდით ახლა და ამ ეტაპზე უცებ გადავხედოთ ესეთ საკითხს, რას წარმოადგენთ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ, ვისთვის არის გაშლა. ნახეთ, ასეთნაირად გავაკეთებ ახლა ამ გაშლას მე. ვისთვის არის გაშლა? ვისზეა გაშლა, ანუ თქვენი სიგნიფიკაცია, ჩაფიქრებული პირის სიგნიფიკაცია და რას წარმოადგენთ ამ ადამიანის ცხოვრებაში, ანუ ვინ ხართ ამ ადამიანის ცხოვრებაში. საჭიროების შემთხვევაში ანუ დავამატებ ერთ არკანსაც. სრავად ერთი წუთით ნახოთ ახლა ვისთვის არის ეს გაშლა. 4-იანი თასები, მეგობრებო. არ ვიცი მე სხვა გაშლებშიც დამფიქსირებია ხოლმე ჩემს ანუ ტენდენციურ დამოკიდებულებას, სუბიექტურ დამოკიდებულებას ყოველთვის ვაფიქსირებ ამა თუ იმ არკანის მიმართ და არც ახლა იქნება გამონაკლისი და გეტყვით რომ ჩემთვის 4-იანი თასები მაინც და მაინც კი არა და პრაქტიკულად ძალიან ისეთი უსიამოვნო არკანია. ნუ არ მიყვარს რა თვითონ ენერგია არ მიყვარს ამ არკანის. მაგრამ ნუ ეს იმას არ ნიშნავს რომ ახლა ჩემს გემოვნებას და ჩემს სურვილს ვინმე და რამე ვინმე რამეს ეკითხება, ხო? მით უმეტეს სიგნიფიკაციაში ძალიან მიჭირს ხოლმე საუბარი, იმიტომ რომ იცით როგორი ტიპაჟის ადამიანი უნდა იყოთ. სხვა შორის ძალიან არ მიყვარს ხოლმე ზოდიაქოზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ნუ რა ვქნა ეს არკანი, ნუ წყლის არკანი გასაგებია, მაგრამ კირჩხიბებზე ძალიან კარგად გათამაშდება და სხვა შორის კირჩხიბებს ახასიათებთ რაღაცა ნაწილში მსგავსი სახასიათო სიტუაციები. აქვე სანამ ძირითად მახასიათებლებზე გადავიდოდე სამსახურებრივი სფეროც არ ვიცი შესაძლოა ვიღაც უფრო მგონია რომ მომსახურების სფერო არა, აი ნებისმიერი მომსახურების რეცეფცია იქნება ეს, მიმტანი იქნება, ანუ სარესტორნე ბიზნესი იქნება, კაფეტერია იქნება, კონსულტანტი იქნება, რაღაცა ესეთი სფეროს წარმომადგენლები უფრო დიდი რაოდენობით იქნებით ახლა მაყურებლები. როგორი ტიპის ხალხი ხართ, იცით, აი ხშირად გიპყრობთ აპათია. თუ ერთი იმედი გაგიცრუვდათ, მერე ეგრევე ნეგატივზე კონცენტრირდებით. დეპრესიისკენ, მოწყენილობისკენ მიდრეკილი ხალხი ხართ, აი დაღლილობაც ხშირად გიპყრობთ ხოლმე. მერე ოცნებებში კი გადახვალთ, მაგრამ აი ცოტა ძირმორყეული ოცნებები გახასიათებთ რა. უიმედობისკენ გადასული უფრო აი რაღაცა ფანტაზიისკენ, არ ვიცი, რაღაცა თან როგორი მომენტი გაქვთ, იცი რომ რაღაცა რომ ბარიერი შეგხვდებათ, კი არ მოქმედებთ, ხელფეხს ჩამოყრით, ფარხმალს დაყრით და აი ესე უბრალოდ მერტ გახართ და ნერვიულობთ. თუ არ რეზონირდათ და რაღაცა სათქონო ვერ დაიჭირთ, ესე იგი თქვენი არ არის ეს გაშლა და ნუ გააგრძელებთ ყურებას. ვის ვუყურებთ? ხო, საკმაოდ დიდი ამპლიტუდაა მეგობრებო, რა დაგიმალოთ და თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს შორის. კვერთხების მეფე. კვერთხების მეფე არის, ნუ აი რა ვიცი, რა გითხრათ, ჯერ ფიზიკურად ძალიან ისეთი რჩეული ადამიანი უნდა იყოს, არ გამოვრიცხავ რომ ასე ვთქვათ, სპორტული სფეროს წარმომადგენელიც ბრძანდებოდეს, ათლეტური აღნაგობა ჰქონდეს. ნუ ახლა ცეცხლოვანი სტიქია და განსაკუთრებით შესაძლოა რომ ეს ადამიანი ლომი იყოს და ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ამას ძალიან დიდი კი არა არსებით მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, მაგრამ ნუ უნდა გავახმოვანო, ხო? და შესაძლოა ესეთი აი ტოპ თანამდებობებზე იყოს წარმომადგენელი, მენეჯერი, ხო, რაღაცის ხელმძღვანელი. ამავდროულად შეიძლება სოფლის მეურნეობის მომენტიც აი მეწარმეც იყოს, ხო, რაღაცა თავისი საწარმოები ჰქონდეს, რომელიც სოფლის მეურნეობას უკავშირდება.
და შემოქმედებით ის სფეროს წარმოადგენელი შესაძლოა იყოს. ძალიან ენერგიული, ძალიან ოპტიმისტი, თქვენგან განსხვავებით, თქვენ ხო აქ პესიმიზმი ხართ და უფრო ისე ნეგატიურ ენერგიებზე ორიენტირებული ეს პირიქით აბსოლუტურად აი 360 გრადუსით განსხვავებული ადამიანია. ეს თქვენგან ძალიან ნებიანი, ძალიან ისეთი აი ქარიზმატული, უშიშარი, გამბედავი, ისეთი კომუნიკაბელური, აი აქტიური რა, მომნუსხველიც და აი ისეთი სხვა შორის ფინანსური მოგებებზე ორიენტირებული და გამოსდის კიდეც რა. ისეთი სხვა შორის არ გამოვრიცხავ და ოჯახებულიც იყოს ეს ადამიანი. და ვინ ხართ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში? რას წარმოადგენთ? სამიანი პენტაკლებით მეგობრებო არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ახალი დაწყებული ურთიერთობა. აი რაღაცა ჯერ კიდევ ფესვ გაუდგამი. ან შეიძლება ერთმანეთი გაიცანით რაღაც იცით როგორ სფეროში რაღაც აი სწავლის რაღაცა სწავლებასთან კავშირში რომ იყო ან ტრენინგები ან რაღაცა ესეთი არ ვიცი შესაძლოა ესეც გადათამაშდეს ვიღაცაზე მაგრამ აი მგონია მაინც რომ ეს თქვენ მის ცხოვრებაში აი უფრო რაღაცა ახალი დასაწყისი ხართ ახალი სიტუაცია ხართ აი ადამიანი რომელიც ეხლა და ეხლა ისხამს მის წარმოდგენაში და მის ასე ვთქვათ არეალში ხორცს და იდგამს ფესვებს ხო რაღაცა ისეთი მასტიმულირებელი ადამიანი ხართ ამისთვის აი мотиваციის მიცემი თითქოს წარმატება რომ უნდა 100 ჯერ მეტად უნდა თქვენს გამოახლა ამ წარმატების მიღწევა მგონია რომ უფრო რაღაცა ახალდაწყებულ ურთიერთობასთან უნდა გქონდეს საქმე აი თან როგორი მომენტი გაქვთ იცით არ უნდა გაჩერდეს თითქოს ამ ეტაპზე და იცის რომ ეს ეტაპი კი არა რაღაცა ახალიც უნდა მოვიდეს უკაცრავად უნდა დავამატო ორი არკანი კიდევ და ვნახო რას წარმოადგენთ ხო რა მნიშვნელობის ხართ ამ ადამიანის ცხოვრებაში აბა მანახეთ ის რა არის რატო ამობრუნებულია ხმაგის არკანი რატომ მაქვს ამობრუნებული არკანები სამიანი კვერთხები. ეს ორი არკანი ყოფილა ამობრუნებული, ნუ იყოს. მაგრამ მე ჩემითაც დავამატებ, ხო? აჰა, კიდე ორი რაღაცა ძალიან დიდი დოზით მომინდომა ლაპარაკი და დიდი დოზით მომცა ინფორმაცია. კაი, მივყვეთ ახლა აი ესე, ხო? ვინ ხართ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის აი როგორ გითხრათ სხვათა შორის არ გამოვრიცხავ რომ უკვე მის წარმოდგენაში თქვენ სტაბილური ანუ თქვენთან დაკავშირებით საკუთარი თავი უკვე ოფიციალურ პარტნიორად წარმოიდგინოს ხო თუ ქალბატონები მიყურებთ მეუღლედ ქალბატონი მეუღლედ თუ მამაკაცები მიყურებთ ნუ გასაგებია რომ თქვენ უკვე როგორც მის პენტაკლების მეფეს ისე წარმოგიდგენთ აქაც კიდევ სამიანი კვერთხები მაქვს და კიდევ ერთხელ მგონია რომ ეს არის რაღაცა ახალი დაწყებული ურთიერთობა, მაგრამ საკმაოდ კარგი ენერგიებით დაწყებული ურთიერთობა, აი გამარჯვების ენერგიას რო ატარებს, ხო აღიარების ენერგიას რომ ატარებს, აი გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული გათვლა რომ არის და ეს არ არის რაღაცა ერთდღიანი და ერთჯერადი ურთიერთობა, ხო აი შორ მანძილზე რო ვიყურებით ეს მომენტია და აქვე მაქვს კვერთხების რაინდი, აგერ პენტაკლების ტუსით და პენტაკლების მეფე არ ვიცი მეგობრებო. უნიშნულოვანესი ადამიანი ხართ, ყველაზე მეტი აი სასიცოცხლო ენერგიის მითვე მე ძალიან მიკვირს გულწრფელად გეტყვით ბოდიში მომიხდიეთ თითოეულ თქვენთაგანთან და აი ამ ენერგიების მატარებელი ახლა და ამ ეტაპზე როგორ ახერხებთ, მაგრამ სხვათა შორის მე მინახავს ადამიანები რომ თვითონ აი თავიანთი თავისთვის ვედაფერი და აღარაფერი შეუძლიათ, მაგრამ სხვისთვის აი პირდაპირ მნიშვნელობის სიქსის მინარეები არიან, ხო აი ძალიან დიდი ძალის და ენთუზიაზმის მიმცემები, მე მგონი ზუსტად ეგეთი ხალხი მიყურებთ ახლა თქვენ. მადლობა პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი ძალიან ჩქარობს და ვნახოთ ახლა როგორ ჩქარობს, ესე იგი არკანები ხელიდან პირდაპირ მნიშვნელობით მიცვივა. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. აქაც რაღაცა ამომიბზრიალდა, ქურუმი ქალი რა საინტერესოა. ვნახოთ რის იმანიშნებელი იყო ეს და აგერ ახლა უცებ შევხედოთ თქვენი სიგნიფიკაცია, მისი სიგნიფიკაცია
და რა როლი გაქვთ, რა მნიშვნელობა და რა ადგილს იკავებთ ამ ადამიანის ცხოვრებაში. ხო, დავიწყოთ პირველი თქვენი სიგნიფიკაციით. ორიანი თასები. აუ, როგორ მიყვარს ეს არკანი. როგორ მიყვარს ეს არკანი. ჰარმონიის, ურთიერთგაგების, აი აბსოლუტური ნდობის, მხარდაჭერის არკანი, ხო? ადამიანი, აი სულ მომართული ხართ, როგორ უნდა მიანიჭოთ სხვა ადამიანს სიმშვიდე, ბედნიერება, აი ნებისმიერ სიტუაციას შეიძლება შეეთავსოთ, ხო? აი ძალიან კარგი პარტნიორი ხართ, ძალიან მჭიდრო კავშირების გაბმა გიყვართ ზოგადად, ბალანსით და ჰარმონიით ოღონდ. ძალიან ცნობის მოყვარეებიც უნდა იყოთ აქვე, ძალიან მიმზიდველები, აი ესეთი, აი როგორ იცით, სხვებისგანაც რომ პატივისცემას და მიზიდულობას იმსახურებთ. აი ნებისმიერ გარემოცვასთან რომ კარგი ურთიერთობა გაქვთ, კოლეგებთანაც, მეგობრებთანაც, არ ვიცი, ნაცნობებთანაც, ძალიან დადებითი ენერგიების მატარებელი ადამიანი. ვისაც უყურებთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ვინ არის? ვინ არის და არც მეტი არც ნაკლები კვერთხების რაინდი. ნუ ადამიანი არ ვიცი, ცეცხლი და ვერცხლის წყალი, ხო? აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, მოკლედ მოძრავი, ძალიან იმპულსური, ძალიან აი ემოციური, უცებ რო იღებს გადაწყვეტილებებს, ძალიან კეთილი, ძალიან მეგობრული, სხვა შორის რაღაცით გგავთ თქვენ. ძალიან ნებიანი, ოღონდ ძალიან უყვარს ფლირტები რა და ძალიან ისეთი არა, აი ყველგან სათავისო ვიღაცას რო იპოვის უცებ, ხო, აი უცებ არ ვიცი, ერთ საღამოში შეიძლება 3 ფლირტის ობიექტი რო გახდეს. და თქვენ ვინ ხართ მის ცხოვრებაში? ოპა. რა საინტერესოა. რა ხდება დაპაუზებულ ურთიერთობას უყურებთ? მეორე ვარიანტი. მეგობრებო. ძალიან გთხოვთ, თუ თქვენ ახლა ურთიერთობაში არ გაქვთ პრობლემა, არ გაქვთ გარღვევა, არ გაქვთ ტაიმაუტი, არ გაქვთ პაუზა, არ გაქვთ რაღაცა, აი ცოტა დამაინტრიგებელი სიტუაცია და რაღაცა ისეთი ცოტა დაფარული თემები, მაშინ ეს გაშლა თქვენი არ არის. ნახეთ, ეს ზოგადად არის საიდუმლოს არკანი. ეს ზოგადად არის ზედმეტი ამბიციების, ინტრიგების არკანი, ხო? აი რაღაცა დაგეგმილი ეშმაკური სტრატეგიის თემები რომ მოდის, აი მაპატიეთ, მაგრამ გამოყენების ნაწილში შეიძლება ეს ვიგულისხმოთ, ხო? манипуляციებით რომ გიდგება ადამიანი და თქვენ სამწუხაროდ ის ადამიანი ესე გხედავთ თავის ცხოვრებაში, არ ვიცი, რა დამოკიდებულება აქვს მას, აი ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით, ესეთი ენერგიების მატარებელ ადამიანს მე ძალიან მიკვირს. მე უფრო მგონია, რომ აქ დაპაუზებულ ურთიერთობებს ვუყურებთ და ეს ადამიანი უბრალოდ განაწყენებულია ახლა და თქვენ თვლის, რომ თქვენ მისი ცხოვრებიდან წასული ხართ და ნუ პრინციპში ადგილი აღარც უნდა მოგეძებნებოდეთ მის ცხოვრებაში. ხო, არ მოვტყუებულ ვარ, მეგობრებო, ორი მაღალი არკანი, ორივე ნგრევის, ორივე რაღაცის დასრულების, ნუ ხმლების დედოფალი მყავს აქვე, ზომიერების არკანი მაქვს და მზის არკანი ასთან დაკავშირება. გასაგებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორე ვარიანტი, თუ თქვენ ახლა ცოტა დაძაბული და სტრესული ურთიერთობა და საერთოდაც შეიძლება პაუზაზე იყოთ კი არა და კომუნიკაცია არც გქონდეთ, მოკლედ ბედნიერი წყვილები, ნუ მიყურებთ და ნუ იკითხავთ ვინ ვარ იქ, ხო? ანუ ურთიერთობაში ყოფი წყვილები. ეს ადამიანი, თქვენ ურთიერთობა ცალსახად დანგრეულია, ცალსახად კონფლიქტური ენერგიებია, ცალსახად ცივი ენერგიებია. შეიძლება არ ვიცი, ძალიან ისეთი ფიქრებიც გქონდეს, რომ აი მატყუა რა, აი მომატყუა, მაპატიეთ, მაგრამ ესეთი ენერგიები მოდის რა. ადამიანი ფიქრობს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა და თქვენთან ოჯახი უნდა და გამარჯვება უნდა და სიხარული უნდა და ბედნიერება უნდა და რაც უნდა უნდადეს, ხო? ჯანსაღ ადამიანს, ჯანსაღ ურთიერთობაში, მაგრამ აბსოლუტურ დეფიციტსა და მინუსებში დატოვეთ ეს ადამიანი და სამწუხაროდ ვერ გეტყვით, რომ ეს ძალიან დიდი ენთუზიაზმით ხედავდეს თქვენს არსებობას მის ცხოვრებაში. სამწუხაროდ ასეა, მეგობრებო, მე ჩემით ვერაფერს მოვიგონებ, რაც არკანებმა მაჩვენა ის არის. აღარ ჩაუღრმავდები, იმიტომ რომ დადებითი შეფასებები სამწუხაროდ ახლა და ამ ეტაპზე თქვენს მიმართ ამ ადამიანისგან არ მოდის. ხო, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, რაც მომიყვატა, რომ ეს იყო კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენგანს ნდობისთვის და დაგემშვიდობებით.